დამოუკიდებლობას მუდმივი დაცვა და მოთხილება სჭირდება, ეს საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა. რამდენად მნიშვნელოვანია საუკუნეების ბრძოლით და თავგანწირვით მიღწეული შენარჩუნება, ამაზე უკვე მთავრობის მეთაურმა გაამახვილა ყურადღება. ლიდერების მიმართვაც საზეიმო ცერემონიის ტრადიციული ნაწილია ხოლმე ყოველ წელს. ხელისუფლების წარმომადგენელთა გზავნილებს ხალხთან ერთად ისმენდნენ სტუმრებიც, მათ შორის დიპლომატიური მისიების საელჩოების წარმომადგენლები. სოფო ბერიძია პირდაპირ ეთერში. მამული ენას არწმუნოება ამ ტრიადის მნიშვნელობა ეროვნულ დღესასწაულზე გაკეთებულ ყველა განცხადებას მთავარ ხაზად გასდევდა. სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ ამ სამეულიდან რომელიმე მათგანის დაკარგვა ერის დაკარგვის ტოლფასი იქნება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და საქართველოს ევროინტეგრაცია. მრავალ განსაცდელ გამოვლილი ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის დღესაც ყოველდღიურად იბრძვის. დღე, რომელიც ქართველი ხალხის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლოა, ყველაზე უკეთ გვახსენებს საქართველოს მრავალწლიან ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. ბრძოლას, რომელიც ჯერ ისევ გრძელდება. სამშობლოზე ზრუნვა, რომ უწყვეტი პროცესია, ეს დღეს მთავარსარდალმა საზეიმო ტრიბუნიდან თქვა. და თქვა ისიც, რომ საქართველოს მომავალს მხოლოდ ქართველი ხალხი განსაზღვრავს. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩეს, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება, თუ რა სჭირდება ჩვენ ხალხს და ქვეყანას. რომ არა ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე ქვეყნისთვის ძალიან რთულ და საშიშ პერიოდში, მხოლოდ ხელისუფლების გონივრული და ეროვნული პოლიტიკა ვერაფერს გახდებოდა. ჩვენ მოვიპოვეთ იშვიათი შესაძლებლობა და გავერთიანდით ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში. ჩვენ ერთიანობითა და წინდახედულობით წარმატებით გავიარეთ საფრთხის პირველი ეტაპი და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთივე წარმატებით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს. როგორც დიდმა ილიამ თქვა, მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ჩემოთერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი. ის რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკუთარი სამშობლო, ენა, დამწერლობა და სარწმუნოება, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ქართველს არასდროს შეუწყვეტია მოძრაობა. სურს დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და ევროპული იდეის მიმართ. სურს კაფიოდ განვაცხადო. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი თანასწორებაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის, რომელიც ორმხრივ ურთიერთსარგებლობას მოიცავს. ჩვენი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის თანადგომით მტკიცე და ურყევი იქნება ამ პრინციპების დაცვაში. არ დაუშვებთ, რომ ქართველი ხალხი მსხვერპლად შეეწიროს გარკვეული ძალების ინტერესს. ქართველი ერის საბოლოო შეკვრასა და საქართველოს ძლიერ სახელმწიფო ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი ქრისტიანობამ ითამაშა. ჩვენ უხვად გვაქვს ისტორიული ფაქტები, თუ როგორ იბრძოდნენ ქართველი სულიერი მამები საერო პირების მხარდახარ. ძლიერი და ერთიანი საქართველო წარმოუდგენელია ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების გარეშე. ჩვენ საბოლოოდ სწორედ მაშინ გავიმარჯვებთ და სისულეში მოვიყვანთ ერთიანი საქართველოს იდეას, როდესაც შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის საერთო სიკეთეებით სარგებლობა ისევე იყოს შესაძლებელი სოხუმსა და ცხინვალში, როგორც თბილისსა და ბათუმში. ვიდრე ნანატრი ერთობა დადგება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის დაძლევა ქვეყნის ორ უმთავრეს ეროვნულ მიზნად რჩება. პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მისი ხელისუფლების ყოველდღიური საზრუნავი იქნება, რადგან ირაკლი კობახიძეს სჯერა, რომ ამის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო კვლავაც გადის ბიბლიურ 40 წლიან მოსეს გზას აღთქმული მიწისკენ. აღთქმული მიწა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ორი უმთავრესი ეროვნული ოცნების ასრულებას. პირველი ეს არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, სადაც არც ერთი ქართული ოჯახი არ ცხოვრობს გაჭირვებაში. და მეორე ეს არის ფიზიკურად და სულიერად ერთიანი საქართველო. საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი. საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებს სიყვარული ერთმანეთის მიმართ. თავარი, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღვევდა საქართველოში 35 წლის წინ, სიძულვილი იყო. დღესაც თავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, არის ისევ და ისევ
სიძულვილი ქართველებს შორის. თუ სიძულვილს დავამარცხებთ და სიყვარული გაგვაერთიანებს, ქართულ გენსთან ის წინ ვერაფერი დაუდგება. ჩვენი სიამაყეა საქართველოს დედა ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და თვითყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი. ჩვენს გარშემო იმპერიები ეცემოდნენ, საქართველო კი დღემდე მყარად დგას ფეხზე ღმერთისა და ყოლაჩწმინდა ღვთისმშობლის ფარველობით. ასეთი იყო საქართველოს ბოლო 35 წლიანი ისტორიაც. ამ წლების განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ 4 ომი: საქართველოს სუვერენიტეტის 9 წლიანი ხელყოფა და სისხლიანი ავტორიტარიზმი. თუმცა თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხის გენმა აქაც იმძლავრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას ყარ ნიადაგს უქმნის. ხელისუფლების ყველა შტო თანხმდება, რომ ამაყი საქართველოს თვითმყოფადობის სამი უმთავრესი საყრდენი, მამული ენა, სარწმუნოება, ქვეყანა მომავალ თაობებს უცვლელად უნდა შემოუნახოს, რადგან პირველი კანონმდებელი დარწმუნებულია, რომ ამ ტრიადიდან რომელიმეს დაკარგვა საქართველოს როგორც ერის დაკარგვის ტოლფასი გახდება. დღეს სოფლიოში მღელვარე, ბუნდოვანი და არეული დროა. ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერმოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა. რა არის ჩვენი მთავარი ორიენტირი ასეთ რთულ დროში? ესაა ჩვენი წინაპრებისგან მიღებული ცოდნა, გაზიარებული სიყვარული და გამოცდილება, ჩვენი სახელმწიფოებრივი მეხსიერება და გამოვლილი ათასწლეულები. ჩვენთვის მამული არის სახლი, სადაც ცხოვრობდით ყოველთვის, დღიდან ისტორიის დასაბამიდან. მისი მოფრთხილება, დაცვა, მოვლა-პატრონობა ჩვენი და ყოველი თაობის უპირველესი ვალია. ამიტომ არის ჩვენი უმთავრესი მისია და მთავარი ეროვნული ამოცანა ჩვენს აფხაზს და ოს დებთან და ძმებთან ერთად აღვადგინოთ და ერთი გალავნით შევკრათ ჩვენი საერთო სახლი, ჩვენი მამული, ჩვენი საქართველო. უღმერთო, უდიერი, დამცინავი და უცხო ღირებულების მოტფიალი ადამიანი ვერასოდეს იქცევა სამშობლოს პროგრესულ და მაშენებელ ძალად. ცრუ ფიცის, ცრუ განზრახვების, ცრუ სწავლებების ყველა შემომტანი თესავს შუღლს, განხეთქილებას, ზისხსა და ბოროტებას. ჯარისკაცებო, ჩვენ ვართ ვახტანგის, დავითის, შოთას და თამარის ქვეყანა, ქრისტეს კვართის, ღვთისმშობლის პერანგის, უფლის სამსჯვალის მცველი ქვეყანა. თუ ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი რწმენის ერთგული ვიქნებით, ბოროტი ძალა ვერასოდეს მოგვერევა. თავისუფლების იდეის მრავალსაუკუნოვანი ერთგულება ქართულ ჯარზე დგას, ხალხზე, რომელიც სამშობლოს ყველაზე ძვირფას, საკუთარ სიცოცხლეს უძღვნის. მრავალ განსაცდელ გამოვლილი საქართველო ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული იდენტობით ახლა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიიწევს. მხოლოდ მტკიცე და გაუტეხელ ერს შესწევს უნარი და ძალა საუკუნეებით გამოატაროს თავისუფლების იდეა. შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობა, ღირებულებები და ამავე დროს გახდეს თანამედროვე მსოფლიოს ცივილიზაციის მონაპოვართა თანაზიარი. ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა. სამშობლოს სამსახური კი ყველაზე დიდი პატივია. სწორედ ჩვენი გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა თავისუფალი, სუვერენული, ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შექმნით უნდა დასრულდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი აფხაზი და ოსი, ძმები და დები, ჩვენი საერთო მომავლის თანაშემოქმედნი იქნებიან. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების და ჩვენი ლიდერების ძალისხმევით, საქართველო თავისი ისტორიული ფესვებიდან აღმოცენებული მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურითა და იდენტობით ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საერთო ევროპულ ოჯახში და ამ ოჯახში იქნება სუვერენული, თანასწორუფლებიანი სახელმწიფო, როგორც კულტურული და ისტორიული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. 107 წლის წინ გამოცხადებული და 34 წლის წინ აღდგენილი დამოუკიდებლობის ისტორია აჩვენებს, რომ ძალა ერთობაშია.